ნანა რაზმაძე თბილისიდან ითამაშებს მოაზროვნეების წინააღმდეგ. ბატონ დავით ბაცკაძე. ისმენთ ბატონ წამო. დღეს თქვენთვის ეპოქალური თამაშია. ხო? გზათა გასაყარზეთ გეხართ ფაქტიურად. დიდხანს მოდიოდით. აქამდე და თქვენი გუნდი მოგყავდათ აქამდე დიდხანს. ყველაფერი თქვენს ხელშია. ციტატა. ეს გასაოცრად მთლიანი ადამიანი ყველაზე მეტად იმით გვაკვირვებს, რომ მასში გაერთიანებულია მტრული სამყაროები. მატერიალური სიტლანქე და იდეალიზმი. წარმართული ძალითა და სილამაზით თრობა და ქრისტიანული მისტიციზმი ამავე დროს. ფიზიკური ძალისა და ინტელექტუალური აბსტრაქციის შერწყმა. პლატონიკური სული ათლეტის სხეულში. საწინააღმდეგო ძალთა ეს ურღვევი კავშირი, რომელიც ნაწილობრივ უეჭველია მისი ტანჯვის მიზეზიც იყო, იმავე დროს მის განსაკუთრებულ სიდიადეს ქმნის. ყურადღება, შეკითხვა. რის შესახებ? რის შესახებ საუბრობდა ასე რომენ როლანი? დრო. რის შესახებ? ანუ ადამიანი ძეგლი ხო არ არის? დავითის ძეგლზე ხო? კი, კაი ვარიანტია. დავითზე კაი. მოაზროვნეზე რატო არა? ანუ ათლეტური. მე რა ათლეტურია. ათლეტური. გავიაროთ. კვანტონური გასაოცრად როგორ დაიწყო ნახე? გასაოცრად მთლიანი ადამიანი. სამყაროები. მატერიალური მატერიალური და ეს წარმართული და ქრისტიანული. წარმართული იქნება, დავითი ვერ იქნება. აი სხვა ძეგლები და დავითი ხდება წარმართულში და ქრისტიანულში, იმიტომ ის დავითი აქვია შექმნა. მე აქვია ებრაელი მეფე დავითი გააკეთა და წარმართულია და ქრისტიანობის პერიოდში გააკეთა იმან. და ქრისტიანული დადგა იქ ამიჯო იმაში შეუგვეთეს. რის შესახებ ხო ახლა ათლეტური ასეთი. ათლეტური სხეული კი ბატონო. ვაფშე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხომ არა? არ რაღაცა სიტყვაზე. პლატონური რის შესახებ? კიდე რა შეიძლება იყოს? გვაკვირვებს მტრული ტაძარი. რომელიმე ტაძარზე ხო არ არის ლაპარაკი? ადამიანი რა შუაშია მაშინ? გასაოცრად დრო. ადამიანი. აიღეთ კლუბის დახმარება ბატონ დავით, აიღეთ. რა თქმა უნდა. ყურადღება ავანტო ჩუკი და ვერსიები უთხრათ გუნდს. დარბეთ. თვითონ მიკრო არა რის ვიტროვის ადამიანი კარგია ვიტროვი დავინჩის ვაიმე, პრინციპში წარმართულიცაა და კაი ვარიანტია. კი, ანუ სწორ კაი ვარიანტია. ხო, წრეში. დრო ამოიწურა და ახლა გავიგებთ. რა ბედი ეწევა? ბაციკა სექსუალს. სწორი ვერსია. ბატონ დავით, იმ წუთის განმავლობაში თქვენ არ გქონიათ სწორი ვერსია და კლუბმა რა გიკარნახა და არ მესმოდა ისეთი ხმაური იყო. მაშინ თქვის. ვინ უპასუხებს? ეკატერინე გეგიშვილი. ეკატერინე გეგიშვილი. ქალბატონო ეკა რუელას. რის შესახებ საუბრობდა ასე რომენ როლანი? ჩვენი აზრით რომენ როლანი საუბრობდა ზუსტად ვიტროვიანელი ადამიანი ესე ქვია ხო? აი ესეც რო არის მე მეკითხები ქალბატონო. გუნდს ვეკითხები. გინდათ მაჩვენოთ ვიტროვიანელი ვერანაირად ადამიანი? ვერ გაჩვენებთ ის ადამიანი მამაკაცია, მაგრამ ასეც როა გამოსახული ფელფერკაშვილი და დავინჩის ცნობილი წრეში ჩასმული ადამიანის სურათი როა. ანუ სურათზეა საუბარი? ამ ადამიანზეა, აშკარად ვიტროვიანელ ადამიანზეა საუბარი. აშკარად იყო აღწერილი სკულპტურა, ხო? ჩვენ წუთის განმავლობაში მსჯელობის დროს ვიტროვიანელ ადამიანს ვამბობთ. კიდევ ხო ვიმეორებ. თქვენ პასუხობთ სურათს, ტილოს, ხო? მაშინ როდესაც მე აგიხწერეთ სკულპტურა. იც რა, ბატონო წამყვანო, ჩვენ ყურადღება სწორი პასუხი. დავითი მაშინ ვეთქვი წუთის განმავლობაში და ბატონო დავით ბაციკაძე. გისმენთ. დიდხანს მოდიოდით, დიდხანს. და მოგყავდათ თქვენი გუნდი ამ პასუხისკენ. ამ რაუნდისკენ და ყველაფერი თქვენს ხელში იყო. იყო და უკვე აღარ არის. მოსე იმიტომ რომ ამ სკულპტურას ამ ქანდაკებას ეწოდება მიქელანჯელოს მოსე. მოსე, მოყავდა. სამი თითქოს.